იმიტომ რომ ძაღლის სეირნობის პროცესი აუცილებლად უნდა იყოს დატვირთული სხვადასხვა პატარ-პატარა აქტივობებით. წეგან როგორც აღნიშნე, ეს არის თამაში, ეს არის კვება, პატრონი, ან წვნელი მნიშვნელობა რა, ძაღლის გამყოლები არის, უნდა იყოს ყველაფერში ძაღლის სეირნობის დროს მისი პარტნიორი. პარტნიორი, გინგ პარტნიორი, აბსოლუტურად ყველაფერში ძაღლი უნდა იყოს ორიენტირებული მასზე, ანუ გამყოლზე და აუცილებლად უნდა ფოკუსირებდეს ამ სეირნობის მნიშვნელოვანი დრო. თუმცა იქ არის რაღაც 5-10 წუთიანი დაუშვა თავისუფალი სივრცეც და ძაღლი აუცილებლად ძაღლს თავისუფალ მდგომარეობაში და აკვირდებოდა ის მერე გადავა დაუშვათ თანახმარის ამ თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნაზე თუ ისევ შენზე ფოკუსირებდა სამუშაო პროცესს. მნიშვნელოვანი არის აუცილებლად ასევე გარკვეული პატარ-პატარა დოზებით მისთვის ნაცნობ სოციალიზირებულ, კარგად განვითარებულ და გაზრდილ ძაღლებთან ურთიერთობა, რომლებსაც ჰყავს პატრონები და რომლებიც პატრონებსაც შეუძლიათ ასევე საკუთარი ძაღლების მართვა.